You've applied the pressure to have me crystallized, and you got the faith that I could bring paradise. I forgive and forget before I'm paralyzed. Do I have to keep up this pace to keep you satisfied? მე მღერი ბავშვობი 3 წლის ასაკიდან, როდესაც ბენდთან ერთად პირველად დავიწყე სიმღერა, მაშინ გავიცანი დანარჩენი მუსიკოსებიც, რომლებთან ერთადაც ეხლა ამ წუთას მოღვაწეობ, ასე ვთქვათ. და ძალიან მიხარია, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ერთად ვმუშაობთ და ერთად ვუკრავთ, ვართ ძალიან ახლო და ძალიან კარგი მეგობრები. მე ვარ ლევან დეისაძე, მუსიკოსი, ბასისტი. და რა ვიცი, რაც თავი მახსოვს, ზულ უკრავდა. ჩემთვის მაინც პრიორიტეტული უფრო ფიუჟენი და ჯაზის დაკვრა არის. არ მოვყვები წუწუნს და არ ვიტყვი, მაგრამ მარტო რაღაც კონკრეტული მიმდინარეობებით ცოტა უხეშად რო ვთქვა, თავი ერჩინო ძალიან რთული არის. და მიწევს სხვადასხვა მუსიკის დაკვრა. ვარ მუსიკოსი, უკრავ გიტარას. მუსიკა მიყვარს უბრალოდ და ვცდილობ რაღაცები დავუკრავ ყველგან. ვაფშე შრომატევადი არის საერთოდ, არა ვერ გითხოვთ, ძალიან ბევრი შრომობ, ტყუილი გამო. უფრო მეტი კიდე რამდენსაც შრომობ, უფრო მეტი ფიქრი უფრო საჭიროა, ვიდრე რაღაცა თითების ვარჯიში. არის ის რაც მინდა ვაკეთო და შედეგზე ხო რამდენად კარგად გამომდის, ან ცუდა ან ვირას იფიქრებს მაგაზე, ეგ ჩემთვის უფრო გულახდილოთ რო გითხრა, ალბათ მეათე ხარისხოვანია. მე ვარ ზაზა ცერცვაძე, ვარ დრამერი, უკრავ 12 წლიდან. გამოდის 18 წელი. ყველაფერს უკრავ, რაც კარგია რა. სამწუხაროდ ბევრი ეგეთი კონცერტები, სადაც მიწევს ისეთი მუსიკის დაკვრა, რომელიც ვთქვათ არ არის ჩემთან ახლოს. გემოვნებას ვისურვებდი, რომ გემოვნება გამოვსწრდეს ადამიანს. არის ეგეთი სიტუაციები, სადაც ჯაზის და ფანკის მოსმენა არავის არ უნდა. არ ცოტათი რომ დაბალანსებული იყოს ვისურვებდი. მე ვისურვებდი, რომ დაფასებული იყოს მუსიკოსების შრომა. როდესაც მუსიკოს არ აქვს იმის საშუალება, რომ გამოხატოს და დაუკრას ან იმღეროს, ძალიან დასანერგია.